ვისაუბროთ საკადრო საკითხებზე, რაც ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამპის პირველი ვადა გამოირჩეოდა პირველი თვეები რაღაცნაირად გაურკვევლობით, იმიტომ რომ ფაქტია რომ მის გვერდით არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ ამ მიმართულებით, ან მას ჰქონდა თვითონ არ ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდოდა რომ ეს ადმინისტრაცია ყოფილიყო. ახლა მრავალი თვის განმავლობაში შეუსებელი დარჩა თანამდებობების მთელი ნუსხა, რომელსაც როგორც წესი ახალი პრეზიდენტი ნიშნავს ხოლმე. ახლა შედარებით განსხვავებული ვითარება არის, მას უფრო ნათელი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა რომ მისი ადმინისტრაცია იყოს. რა ბალანსი დგას ახლა ამ კადრების მიმართულებით? ერთი მხრივ ჩვენ ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს დანიშვნა, მის უსაფრთხოების მრჩევლად სპეციალური ადამიანის განწესება, ანუ ამ მიმართულებით გასაგები პოზიციებია, თუმცა მთლიანად ეს დგას ერთგვარ ბალანსზე იმ ელექტორალური კოალიციიდან გამომდინარე, თითქოს რომელმაც ტრამპი აირჩია, ხო საბოლოოდ? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. კი, ასე არის, ანუ პირველი საპრეზიდენტო ვადისას 2016-დან 2020 წლამდე ტრამპს ყავდა ისეთი კადრები ძირითადად, რომლებიც შერჩეული იყვნენ მათი კომპეტენციის მიხედვით. ამან ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ტრამპს პირველ ვადაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალი თანამდებობის პირი მაშინ პირველ ვადისას ტრამპს გაემიჯნა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დამოუკიდებელი აზრი ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი, რომლებიც შემდგომ კონკრეტულ ეტაპზე, მას შემდეგ რაც ტრამპის და მათი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა და განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს, ტრამპს ისინი გაემიჯნენ და მათ შესაბამისად დაკარგეს თანამდებობა. ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ტრამპმა გაითვალისწინა ის, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადაში მას ეგრეთ წოდებული იესმენები უნდა დაესვა კონკრეტულ თანამდებობებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც არიან შერჩეული მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრინციპით. ეს არის ტრამპისადმი ლოიალურობის პრინციპი. შესაბამისად, ამ მხრივ არ ველოდები მომავალში, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნება ტრამპსა და ამ კონკრეტულ კადრებს შორის, რადგან ისინი პირველ რიგში, როგორც უკვე მოგახსენეთ, არიან შერჩეული ლოიალურობის პრინციპით და შესაბამისად ამ კონკრეტულ საპრეზიდენტო ვადაში უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნება წესი ტრამპს კადრების მიმართულებით, ვიდრე ეს იყო პირველი ვადისას. როცა ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ახალ სახელმწიფო დივანზე, მისი მოსმენა 5 საათი გაგრძელდა ახლა სენატში, მას უშუალოდ დამტკიცების პრობლემა არ ექნება, ხა იქ შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ ადგილი შეიცვალა, ხო აქეთა მხარეს გადმოჟდა მარკო რუბიო. რა ხედვას, აი მის ხედვიდან გამომდინარე, რა ჩანს, ან რა ბალანსი შედგა მათ შორის საფრთხების აღქმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ხო? ბალანსი იმისა ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა თუ რუსეთი, რომელთან პრიორიტიზაცია უნდა მოხდეს, ხო თითქოს ერთგვარ შეპირისპირებაც ხდება ხოლმე, ალბათ არასწორი და არასწორი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაინც რა დასკვნა დაგჭირთ თქვენ? პრინციპში თითოეული ადმინისტრაციის პირობებში კონკრეტული პრიორიტეტები კი განისაზღვრება ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ობამას ადმინისტრაცია, როდესაც ის 2008 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ მან დაიწყო, ასე ვთქვათ, ღერძი აღმოსავლეთისკენ, ღერძი აზიისკენ ეს პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ მთელი გეოპოლიტიკური პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი გადაინაცვლებდა შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით და ძირითადად მისი მიზანი იქნებოდა ჩინეთის დაბალანსება. ეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ხედვები თითოეული ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება ხოლმე. თუმცა საერთო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესები და გლობალური ინტერესები თითოეული ადმინისტრაციის პირობებში არის ხოლმე გათვალისწინებული. ის რომ მაგალითად როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი, მაგალითად ირანის ისლამური რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა და სხვა დევიანტი სახელმწიფოები არიან მტრები ამერიკის შეერთებული შტატების და არიან კონკურენტები, ეს არ იცვლება, ხო? არც ერთი ადმინისტრაციის პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ იცვლება ხოლმე პრიორიტეტულად, აი რომელი უფრო მეტად არის პრიორიტეტი ამერიკის საგარეო პოლიტიკის თითოეული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ რასაც ხედავთ მარკო რუბიოს შემთხვევაში, ეს არის ის, რომ ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკური ქორი. რაც ნიშნავს იმას, რომ ის ემხრობოდა ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში, საერთაშორისო პოლიტიკაში. და ნახოთ ხო რა ხედვები აქვს თითოეულ საკითხთან მიმართებაში. რუბიოს პირველ რიგში რაც შანს ეს არის ის, რომ ჩინეთი იქნება თავისთავად პრიორიტეტი
ჩინეთის დაბალანსება, ჩინეთის შეკავება შორეულ აღმოსავლეთში განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენები არის ძალიან დიდი. თუმცა როგორც ხედავთ, ჩინეთთან კონკურენცია უფრო მეტად ეკონომიკური კონკურენცია იქნება, უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკური და ამას აანონსებს ტრამპის გუნდი. ძირითადად მათი დაპირისპირება, ასე ვთქვათ, იქნება ტარიფების ომი, როგორც ეს გამოჩნდა. თუმცა ასევე რუბიოს სხვა ხედვებსაც რო შევეხოთ, ის ძალიან ხისტია ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობაში, მაგალითად ბოლო პერიოდში ვრცელდება ხშირად ასეთი იცნობა, რომ რუბიო აუცილებლად შეცვლის ვენესუელაში არსებულ ვითარებას, ხო და მას კაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მადურო მოაშოროს ხელისუფლებიდან. ასევე ძალიან ხისტი არის ის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების თვალსაზრისით, სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების მიმართულებით და ასევე ამერიკის ამ ადმინისტრაციას ძალიან მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ირანმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განავითაროს საკუთარი ბირთვული იარაღი. აი უკრაინა არის ყველაზე უფრო ისეთი კონტროვერსიული საკითხი, ძალიან დიდი ნაწილს ჰქონდა შიში, რომ რაღაც უკრაინას გაწირავდა ტრამპი მისი, ასე ვთქვათ, იზოლაციონისტური ხედვებიდან გამომდინარე, თუმცა რუბიოს დანიშვნა, ჩემი აზრით, საპირისპიროზე მეტყველებს, იმიტომ რომ რუბიო არის საგარეო პოლიტიკური ქორი. ის არ დაუშვებს მარტივად რო ვთქვათ იმას, რომ უკრაინამ გააფორმოს ისეთი შეთანხმება, ესე ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას და მის მომავალს შეუქმნის საფრთხეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკური ხაზი არ უნდა გაგრძელდეს და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა უნდა გაგრძელდეს სოფლიოს პროცესებში ძალიან აქტიურად. ჩვენ ნახეთ ასევე ძალიან ხმამაღალი, ხმაურიანი განცხადებები კანადასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომელთა სერიოზულობაც თითქმის არავის არ მიუღია დიდად სერიოზულად, რომ კანადა გახდება ამერიკის ნაწილი ან გრენლანდიის სამხედრო ოკუპაციას დაიწყებს ამერიკა, მაგრამ იყო ერთი კარიბის ასე საუბარი არხთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში ალბათ ტრამპს ყველაზე მართალი სწორედ ამ ნაწილში არის, რომ ეს ნამდვილად ამერიკელებს აშენებულია, ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ჩინეთის როლი აქ იზრდება ამ მიმართულებით. რას გვეუბნება ტრამპის ხედვები და თუ შეიძლება გამოვადნოთ რამე პოლიტიკა იქიდან, რასაც მისგან ვისმენთ, სამხრეთ ამერიკასთან და ზოგადად აი ამ ნაწილთან დაკავშირებით, ბევრმა თქვა, რომ ეს არის ახალი მონროს დოქტრინა, რომ ეს შედარდეს ახალი რასაჭირო, როცა ეს ძველი ყოველთვის მუშაობდა ისედაც, ხო? არავის არასდროს არ უთქვია უარი მონროს დოქტრინაზე, მგონი ამერიკის პრეზიდენტებიდან და რა არის ტრამპის ხედვა თავის ნახევარსფეროსთან დაკავშირებით? მე პრინციპში ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ახალი პრინციპში შეიძლება არ არის ახალი მონროს დოქტრინა, თუმცა ახალი ვარიანტია ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ტრამპმა ისაუბრა კანადაზე, ისაუბრა გრენლანდიაზე, ისაუბრა პანამაზე, ანუ სამივე ეს გეოგრაფიული სუბიექტი არის მოთავსებული დასავლეთ ნახევარსფეროში. შეიძლება ითქვას ის, რომ ტრამპის ეს განცხადებები გარკვეულწილად აი ამ რეგიონში, მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში ძალის პროექცირების ერთგვარი მცდელობა იყო. და პანამაზე ისაუბრეთ თქვენ, ხო, აი სადაც ჩინეთის გავლენები მნიშვნელოვნად იზრდება. და ასევე პრობლემური სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვენესუელა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი კონკურენტებს აქვს საკმაოდ დიდი დასაყრდენი. როგორც ჩინეთს, ასევე რუსეთის ფედერაციას განსაკუთრებით, ამიტომ როგორც მაგალითად კარიბის კრიზისისას იყო, რომ თითოეული მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული აღიქმებოდა მტრულ აქტად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ალბათ პანამის შემთხვევაშიც, ვენესუელის შემთხვევაშიც, ყველა პრობლემური кейსის შემთხვევაშიც, რაც ახლა ლათინურ ამერიკაში არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, თავარი მიდგომა არის სწორედ ეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს დომინანტი ძალა მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში. პრინციპში აი კანადასთან მიმართებაში და გრენლანდიასთან მიმართებაში მეც ნამდვილად არ უყურებ სერიოზულად ამ საკითხს. ტრამპაც თქვა, რომ ნუ კანადის შემთხვევაში ახლა გამორიცხულია რაღაც სამხედრო ძალის გამოყენებაზე საუბრის, ეს რაღაც პოპულისტური განცხადებაა და ნუ არც გრენლანდიის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული გართულებები მოყვეს ახლა ამ განცხადებებს, იმიტომ რომ რეალურად ქმედითი ნაბიჯები არ მგონია, რომ ტრამპმა გადადგას, იმიტომ რომ მისი სტრატეგიული პარტნიორის, მისი მოკავშირის
სუვერენული ტერიტორიაა, ხო, ჯერჯერობით ეხა გრენლანდია ეკუთვნის დანიას, დანიის იურისდიქციის ქვეშ არის. ამიტომ ამ ორ შემთხვევაში არ ვფიქრობ რაღაც მნიშვნელოვანი გართულებები მოყვეს. აი პანამის кейსი არის უფრო მეტად საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ან რუზველტის პერიოდში მოხდა ამ პანამის არხის შენობილობა და მას აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ფუნქცია. შეიძლება თქვა, სახელმწიფოც მიბუნებად პრაქტიკულად ამ სახელმწიფოს შექმნა ამ არხის გაკეთება. თეოდორ რუზველტი. ხო, თეოდორ რუზველტის დროს არის და არა ხო, იმის და არა ფრანკლინის. აი რომ გაგძოთ ბოდის შეგატყობა. კი, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მათ შორის მართლაც ან დიდწილად არის ამერიკული ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული ამ გეოგრაფიულ არეალზე და ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში იმ პროცესს, რომ თითქოს ჩინეთის გავლენები იზრდება ეხა პანამის შემთხვევაში და ჩინეთი ცდილობს პანამის არხის მეშვეობით გაატაროს საკუთარი პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ და მოიცავს ეს ძალიან დიდ სივრცეს, გეოგრაფიულ სივრცეს. ამიტომ ტრამპი, რომელიც არის ჩინეთის, ასე ვთქვათ, მთავარი კონკურენტი, მთავარი რისხვა, ამას აღიქვავს კონკურენციად, ხო, მნიშვნელოვან საფრთხედ, იმიტომ რომ ხედავს ამაში ჩინეთის მხრიდან იმის შესაძლებლობას, რომ ჩინეთმა შეიძლება წაართოს დომინანტი ადგილი მთელ ამ ლათინურ ამერიკაში, მთელ ამ გეოგრაფიულ სივრცეში, ხო? ამიტომ მე არ გამკვირვებია პანამასთან მიმართებაში ეს განცხადებები და აი სამომავლოდ რა შეიძლება გააკეთოს ამ მიმართულებით ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე დიდი წნეხი ჩემი აზრით იქნება სწორედ პანამაზე. რომ პანამამ ჩინეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯები არ გადადგას და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნოს დომინანტური პოზიცია მთელ ლათინურ ამერიკაში. ნუ აქვს რა თქმა უნდა ეს დომინანტური პოზიცია, მას ვერავინ ვერ შეედავება ამას და აი საერთოდ ვერავინ ვერ მოახერხებს მაინც რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები ასე ვთქვათ იყოს არადომინანტური ამ ნაწილში, თუმცა არის გარკვეული მცდელობები, მათ შორის ჩინეთის მხრიდან და სწორედ ეს სურს რომ ტრამპს რო აღკვეთოს თითოეული ეს მცდელობა და გაიმყაროს ის პოზიცია, რაც ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში. სამხრეთ ჩინეთის ზღვა არის ის არეალი, სადაც შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დაძაბული სიტუაცია არის დღეს, გამალებული შეერაღება მიმდინარეობს მთელი რეგიონის იქ, ყველა ქვეყანას იქ რაღაც წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს სამხედრო თვალსაზრისით, პოპულაციები იქ გასაგებია რომ ჩინეთი გამოჩეოცლია მაგრამ რაღაც სხვა ტიპის ბალანსი დგას ხო ამ ხრივ კიდე ქვეყნები 100 მილიონი 150 მილიონი ისე არიან როგორც არაფერი ხო შეიძლება ითქვას რომ ეს წარმოვიდგენთ და სხვა მასშტაბებზეა საერთოდ საუბარი სოფლიოს იმ რეგიონში რა შეცვლის ტრამპი ამ მიმართულებით რა კავშირები შეიძლება გააბასმა რა ხედვა შეიძლება ქონდეს კორეასთან დაკავშირებით წინა ვადაში მიღებული გაკვეთილები რა შეიძლება გამოადგეს კი, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, როგორც თქვენ აღნიშნეთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 70% სწორედ ამ სარტყელში გადის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონკრეტულ სარტყელში და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცენტრი არის მსოფლიოსი, აი ეს სამხრეთ ჩინეთის ზღვა. აქ ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ადმინისტრაციებს ჰქონდათ სხვა პოლიტიკა. ამ რეგიონებთან მიმართებაში, თუმცა ინტერესები იყო საერთო, ხო? ეს ინტერესი დაახლოებით 50-იან წლებიდან მოყოლებული არის ის, რომ ჩინეთი იყოს შეკავებული, ხო? და ამას ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა სხვადასხვა სამხედრო თუ ეკონომიკური ტიპის კავშირებით რეგიონის სახელმწიფოებთან, ხო? აი ძალიან საინტერესო რაღაც, რაც ბაიდენმა გააკეთა ეხა ამ ადმინისტრაციის პირობებში იყო ეგრეთ წოდებული AUKUS დილის გაკეთება, ხო? რომელიც მოიაზრებს მათ შორის ერთ ახალ სახელმწიფოს ამ რეგიონში ავსტრალიას და მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად, ანუ ჩინეთის შესაკავებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, ხო? მათ შორის ყავს ჯარები განთავსებული იაპონიაში, ჯარები ყავს განთავსებული სამხრეთ კორეაში, აქვს უამრავი რეგიონული სამხედრო ბაზა და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები რეგიონის სახელმწიფოებთან. მაგრამ თავარი მაინც არის სწორედ ეს ორი სახელმწიფო, იაპონია და სამხრეთ კორეა, რომლებზეც დგას, ასე ვთქვათ, რეგიონის უსაფრთხოება და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში. ამ მიმართულებით არ ვფიქრობ, რომ ტრამპმა რამე შეცვალოს. იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტი ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. პირიქით შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტად გაგრძელდეს და უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა ერთი მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორე მხრივ სამხრეთ კორეას და იაპონიას შორის, იმიტომ რომ ჩვენ პირველ ვადაშიც დავინახეთ ტრამპის პირველ ვადაში, პრეზიდენტობის პირველ ვადაში ის რომ ის კონკრეტულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას აძლიერებდა მნიშვნელოვნად, აი თუ მაგალითად ობამას ადმინისტრაცია და შემდგომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდნენ რომ რეგიონული და ორგანიზაციული ხასიათი მიეცათ ამ პარტნიორობისთვის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და კონკრეტულ ორგანიზაციებში გაერთიანებინათ, ტრამპი ყოველთვის უფრო მეტად ცდილობდა რომ კონკრეტულ სახელმწიფოებთან განევრცო ურთიერთობა და გაეძლიერებინა და მათ შორის პირველ ვადაში ამით მნიშვნელოვნად იხეირის იაპონიამაც და სამხრეთ კორეამაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ჩინეთის წინააღმდეგ შექმნილი სამხედრო და ეკონომიკური ალიანსებით წესით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და შესაბამისად ტარიფების ომიც თავისთავად იტყვის თავის ათქმელს, ამ ტარიფების ომიც მოიტანს თავის შედეგებს. აი ზუსტად ამის გამო ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხი იქნება აუცილებლად განხილული და საქართველოსთან მიმართებაში იქნება ასე ვთქვათ საქართველოს ინტერესების და ქართული ხალხის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული და აი ოცნება ხო ამბობდა არჩევნების შემდგომ პერიოდიდან მოყოლებული, აი ფაქტობრივად მეორე თუ მესამე დღეს ვეთქვეს, რომ ეხლა შეიძლება კრიზისში ვართ, მაგრამ ტრამპი რო გაიმარჯვებს, მერე ჩვენ მოვახერხებთ დაალაგებას ტრამპთან. და უნდა დაველოდოთ 20 იანვარს, ხო, ძირითადად ეს იყო გათვლილი მის ამომრჩეველზე, იმისთვის რომ დაერწმუნებინათ, რომ აი ცოტაც კრიზისს გადავაგორებთ და ტრამპთან დავლაგდებით, როდესაც ის რაღაც გლობალური ომის პარტიას თუ deep state-ს დაამარცხებს, ხო? მოვიდა 20 იანვარიც, ხედავთ და ნუ ძალიან ახლოს ვართ ამ ნარატივის გაქარწყლებასთან, რომ ოცნება მოახერხებს რომ ტრამპთან დაალაგდეს და ამას ანუ უბრალოდ ვერ იზავს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საქართველო და ზოგადად შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასიის რეგიონი არის ამერიკული ინტერესების სფერო, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სასიცოცხლო ინტერესები აქვს ამ ჩვენ რეგიონში, გულისხმობ შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სრულ რეგიონს და რა არის მისი ინტერესი, ხო, ამ რეგიონში? პირველ რიგში ეს ინტერესი არის საკუთარი გავლენის და ძლიერების გაზრდა და ამის უკუპროპორციულად მისი მთავარი მეტოქეების, იმ აქტორების როლის შემცირება ამ რეგიონში, რომელსაც ის მთავარ საფრთხედ აღიქვავს, ხო, მისი გავლენისთვის და მისი ინტერესებისთვის და ეს არის, ნუ პირველ რიგში სამი სახელმწიფო, ხო? რუსეთია, რუსეთის ფედერაცია, ირანი და ჩინეთი, ხო, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ იყიდებს უკვე ფეხს ჩვენ რეგიონში. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ისეთი წითელი ხაზები გადალახული, მათ შორის ჩინეთთან მიმართებაშიც, რუსეთთან მიმართებაშიც და ირანთან მიმართებაშიც, რომლის პატიებაც, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატების არც ერთ ადმინისტრაციის პირობებში არ მოხდება, ხო? ანუ როგორ უნდა დაალაგდეს ელემენტარულად ოცნება, ანუ ტრამპთან, როდესაც ოცნებას აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტი, ფაქტობრივად ჩინელებისთვის გადაცემული, როგორ უნდა დაალაგდეს ტრამპთან, როდესაც ოცნება იყო ჩასული უკვე გარდაცვლილი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე და შემდგომ ახლის ინაუგურაციაზე, სადაც ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს, როგორ უნდა დაალაგდეს ოცნება ტრამპთან, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ნათქვამი, რომ ოცნება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი, აი გლობალურ სურათს რო შევხედოთ და რეგიონულ სურათს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა ხდება, ანუ სამხრეთ კავკასიაში, ხო, უკრაინის ომმა საქართველოსთვის გახსნა შესაძლებლობების ძალიან დიდი ფანჯარა და გაზარდა, ჩემი აზრით, დასავლეთის დაინტერესება ჩვენი რეგიონით, ხო? და ეს დაინტერესება ბევრად უფრო დიდი არის, ვიდრე იყო წლების წინ, იმიტომ რომ უკრაინაში რუსეთი ძალიან მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, შავ ზღვაზე მისი გავლენები არის მნიშვნელოვნად შემცირებული, ყარაბაღის ბერკეტი დაკარგა ცოტა ხნის წინ, რომელთაც ის ორ სახელმწიფოს აკონტროლებდა, სამხრეთ კავკასიის აზერბაიჯანს და სომხეთს, სირიაშიც როგორც ხედავთ, რუსეთი არის დამარცხებული, ეს ქმნის, ასე ვთქვათ, ძალაუფლების ვაკუუმს ერთგვარს, რომელსაც დიდი სიამოვნებით შეავსებს, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები და მის ინტერესებში აუცილებლად იქნება და აუცილებლად მოხდება საქართველოც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს აი პირველ რიგში ეს სასიცოცხლო ინტერესები, გეოპოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს იმას, რომ ეს ოცნება ვერაფრით ვერ მოახერხებს დაალაგებას ტრამპთან და შესაბამისად მიღებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხალხის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება. მადლობა ძალიან დიდი.